მოგესალმებით მეგობრებო, მე დღეს მინდა გესაუბროთ PlayStation 1-ზე, ანუ როგორ უნდა ვითამაშოთ PlayStation 1-ის თამაშები, რა არის საჭირო, ანუ რომელი ემულატორი არის აუცილებელი, რომ გავუშვათ მარტივად თამაში, არ შეგვინოთ არანაირი პრობლემა ემულატორმაც და ასევე გაიხსენოთ ყველა ის თამაში, რომელიც გქონდათ და გავთ ალბათ იმედი მაქვს ძველ 90-იანების ბავშვებს ბევრს კიდევ აქვს შემორჩენილი PlayStation 1-ის დისკები. ამ შემთხვევაში ჩვენ დისკები არ გვექნება, ჩვენ გვექნება ISO ფაილები და PNG ფაილები, რომელიც იქნება აუცილებლად მუშა ფაილები. გასწავლოთ და არანაირი პრობლემა არ გექნება დაკავშირებასთან, თამაშის გაშვებასთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩვენ ვიწყებთ ახსნას, ანუ მე აგიხსნით დეტალურად რა არის, როგორ არის საჭირო, რომ ჩვენ გავუშვათ ეს თამაშები უპრობლემოდ. ეს არ მოითხოვს არც არანაირ ძლიერ კომპიუტერს და არანაირ i5-ს ან i7-ს დამერწმუნეთ. ამისათვის აუცილებელი არის ზემოთ აი ჩამონათვალი პლაგინები, ემულატორი და მემორი კარტის გამშვები. ესე იგი, ჩვენ ვხსნით ემულატორს, ამოვესტრაქდებთ აი აქ. შემდეგ გავხსნით აი ამ პლაგინ ფაილებს და ჩავკეცავთ. აქ არ ვეხებით არაფერს, პლაგინებში გადავდივართ, შემდეგ აი ამ პლაგინებსაც ამოვექსტრაქდებთ. ესე იგი, მოცემული არის აი აქ ძირითადად ორი პლაგინი და ერთი BIOS ფაილი, რომელიც დაგვეხმარება თამაშების გაშვებაში, ანუ ჩართვაში. მოვნიშნოთ აი ამ სამ ფაილს კონტროლის დახმარებით, დავაკოპირებთ რომელიც თქვენს მოხერხებელი დააკოპირებთ მარტივად და გადმოვიტანთ აი აქ. შემდეგ გადმოვალთ ისევ ჩვენ პლაგინებში აი აქ უკან CU drivers, როგორც ხედავთ აი აქ, pad ეს გვეხმარება, ეს დრაივერი გვეხმარება თვითონ კონტროლერის გააქტიურებაში. ფუნქციონირებაში ჩავსავთ აი აქ ამ პლაგინსაც. შემდეგ გამოვალთ უკან. აქ ხედავთ რომ თვითონ არის მოცემული ეს გამშვები პროგრამა, ამ პროგრამის ფაილები. შემდეგ შევდივართ აი ამ mem cards აი აქ და შევხსნით აი ამ memories. memory card პლაგინში ამოვესტრაქდებთ და დავაკოპირებთ და ჩავსავთ აი აქ. memes და აი პირდაპირ ჩავპეისტებთ აქ. თუ არ დაინახეთ control paste აი აქ copy and replace. ამის შემდეგ ყველაფერს გავთიშავთ და ვხსნით უშუალოდ აი ამ ემულატორს. და ვხსნით აი ამ ბოლო ფაილს, რომელიც ახატია PlayStation-ის ნიშანი. აი აქ. ესე იგი, აქ რა ხდება? მე უკვე მაქვს დაკონფიგებული აი ეს პროგრამა, მაგრამ მე მაინც აგიხსნით მოკლედ. არის 7 უბრალოდ მარტივი და სწრაფი ნაბიჯი, რომ დააკონფიგოთ აი ეს პროგრამა. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადაახდეთ ამ კონფიგურაცია, ანუ skip config, ან უბრალოდ და მიყვეთ აი ამ კონფიგის დეტალებს და თქვენ თვითონ დააყენოთ თქვენთვის ასრული აი ეს დეტალი თუ დრაივერი, რომელიც არის თქვენთვის მოსახერხებელი. ანუ ძირითადად წაიკითხოთ, ზემოთ იქნება რეკომენდირებული დრაივერები, ანუ რომელიც არის რეკომენდებული თქვენთვის. მოვნიშნავთ და დააჭირებით უბრალოდ next. ამ შემთხვევაში მე განახებთ აი აქ ჩვენ კონფიგში რა ხდება. შევდივართ კონფიგში, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად თქვენ მოვნიშნოთ აი ეს PTs T3D, თქვენ აუცილებლად განახებთ იქ კონფიგურაციის დროს აი ამ drivers და დაახლოებით რომელიც იქნება აი ამის მსგავსი აუცილებლად მოვნიშნავთ. თქვენ თუ გინდათ რომ ითამაშოთ ასე full screen-ზე, მოვნიშნავთ თქვენს რეზოლუციას, მითამაშოთ full screen, თუ გინდათ ითამაშოთ window mode-ზე, ანუ ნახევრად აი ესეთ როგორც არის აქ მოცემული, დაახლოებით აი ესეთ მოძრაობას გაშვებული თამაში, ამას მაგალითს განახებთ აუცილებლად, დავწევით window mode-ს. ახლა ვიძებ ვიდეო გაკვეთილს, მე მაინც დავტოვებ აქ window mode-ს და მივცემ აი აქ OK-ს. შემდეგ გადავდივარ საუნდებში. Sound system-ს ვტოვებთ ისე როგორც არის აი აქ, მარტივად არაფერს არ ვეხებით. იქნება სრული ეფექტებით გაშვებული თქვენი თამაში, არანაირი შეზღუდვა არ იქნება. შემდეგ უკვე გადავიდეთ gamepad-ებზე, აი აქ
დავაკონფიგებთ gamepad-ებს. ეს არის პორტი და pad 1. აი აქ კი მარტივად მონიშნავთ აი აქ თქვენთვის სასრულ ღილაკს დააყენეთ, მაგალითად L1, L2, R1, R2 თუ სწორედ მახსოვს, მონიშნავთ და დააწევით სასურველ ღილაკს. აქაც მონიშნავთ და დააწევით სასურველ ღილაკს. აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რადგან თამაშის დროს ვერ ჩაკეცავთ იმ თამაშს და მოგიწევთ აუცილებლად თამაშის გათიშვა და თავიდან თამაშის reload-ი, ანუ თავიდან გადატვირთვა. მივცემთ OK-ს. შემდეგ მივცემთ memory cards, როგორც ხედავთ, აი აქ უკვე ყველაფერი თვითონ დაყენებულია, memory card-ების პარამეტრებიც ასევე დავწევთ config-ს და აქ BIOS ან BIOS-ი. აქ იქნება მოცემული ემულატორის თვითონ გამშვები ფაილი, bin ფაილი თუ არ მეშლება. მივცემთ აი აქ desktop-ს, უბრალოდ ეხლა უნდა ჩავაგდოთ ჩვენ ეს bin ფაილი აქ ემულატორში, მაგალითად ემულატორს plugins, აი ეს შუა ფაილი, რომელიც დამდება 1000-ით, დავაკოპირებთ აი ამ ფაილს, ეს მარტივად copy და ჩავსვათ ჩვენს ემულატორში, აი აქ BIOS ფაილი, აი აქ paste მარტივად. თქვენ უკვე შეგიძლიათ მარტივად ეს ნახოთ bin ფაილი, ესე იგი config და BIOS copy to select სწორედ და აი აქ მიცემთ desktop, თუნდაც desktop-ი დაკავშიროთ, მაგრამ მე მაინც პირდაპირ გიჩვენებთ, რომ ეს როგორც არის ისე დავუშვით select და პირველი bin ფაილი. თვითონვე იპოვის პროგრამა აი ამ ფაილს, რომელიც მას სჭირდება რომ გაუშვას უპრობლემოდ. ესე იგი დავწევით OK-ს და რა ხდება ახლა? ბოლო ეტაპი დაგვჭირა, რა თქმა უნდა, თამაშის გაშვება. მე ამ შემთხვევაში მაგ გადმოწერილი Crash Bandicoot-ი თამაში და ჩავართვათ და აქ რა ხდება? აქ არის bin ფაილი და Q ფაილი. ესე იგი bin ფაილი პირდაპირ არის თვითონ თამაში და ეს არის Q ფაილი, რამდენი კილობაიტიანიც არ არის, ანუ 1 კილობაიტი არის დაახლოებით, მაგრამ არანაირი შეხება არ აქვს ამას უშუალოდ თამაშთან. ესე იგი bin ფაილი უნდა გავუშვათ ყველანაირ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, აი აქ არის 600 მეგაბაიტი. ანუ ეს თამაშები PlayStation 1-ის თამაშები აუცილებლად დაიდება ჩვენ საიტზე, რომ არ გაგიჭირდეთ პოვნა პოპულარული თამაშების და ამ შემთხვევაში მე აგიხსნით როგორ უნდა გავუშვათ ეს Crash Bandicoot-ი. ესე იგი დავწევთ file და აი აქ run ISO, როგორც ხედავთ, არის მონიშნული run ISO. სიდრუმს არ შეეხებით მაინც და ISO ფაილს დავწევით აი აქ run ISO. შემდეგ desktop-ი და შემდეგ Crash Bandicoot-ი აი აქ. დავაწევით bin file. Open. და როგორც ხედავთ, უკვე ჩვეულებრივად დაახლოებით 20 წამის არ დაჭირდება ჩართავს აი ამ თამაშს უპრობლემოდ, რა თქმა უნდა, ყველანაირი დამატებითი პრობლემის გარეშე. დავალოდოთ ჩართვას, დავწუნდეთ რომ მუშა არის ეს ემულატორი და ეს ჩვენი bin ფაილიც. როგორც ხედავთ, აქ არის upload game password კონტროლერის დახმარებით და მე შევალ აქ აი კონტროლერის დახმარებით option-ში და განახებთ რომ მუშაობს. ესე იგი start game არანაირი პრობლემა არ გვექნება, რა თქმა უნდა, მიცემ starts. და როგორც ხედავთ, უკვე ჩვენ თამაში ვართ უშუალოდ. დაგწმუნდით რომ მუშაობს, რა უნდა. ემულატორის გაშვებას არ ჭირდება არანაირი დამატებითი მოთხოვნები, დიდი მოთხოვნები, განსაკუთრებული არაფერი არ არის აქ. უბრალოდ თქვენ ყველაფერი სწორედ უნდა გააკეთოთ და კონფიგოთ მარტივად. როგორც გავაკეთე მე, თუ თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ, როგორ ხდება კონფიგურაცია, შეგიძლიათ მომწეროთ, აუცილებლად დაგეხმარებით, შეძლებს დაგვარად.
როგორც შემეძლება. როგორც ვთქვი, ყველა device-ზე, ყველა მოწყობილობაზე მაგალითად 7 XP 8 Windows 10 ანუ ყველანაირ თავსებადია ეს ემულატორი, როგორც ვიცი, მაგრამ უფრო რეკომენდებში უწერია მაინც Windows XP და Windows Vista. ამ შემთხვევაში მეც მოხმარობ Windows 7-ს და როგორც ხედავთ, უპრობლემოდ მუშაობს თამაში. ეს full-screen-ზე გადაიდან უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე არის ეს შემთხვევაში მაინც. უბრალოდ იგივე გავუშვეს თამაში, რომ თქვენ დარწმუნებული ყავით, რომ თამაში მუშაობს და ემულატორიც მუშაობს უპრობლემოდ. როგორც ხედავთ, მივედი ჩვენს ჭაპონთან და აი აქ დაგემშვიდობებით და ისევ შეგახსენებთ, რომ ეტიოთ ჩვენ საიტს და ნახოთ იქ სხვადასხვა თამაშები, ანუ Sony PlayStation 1-ის თამაშები და დაგვისვათ ყველანაირი კითხვა, რომელიც გექნება თქვენ კონტაქტი ადმინისტრაციასთან. აი აქ შემოთავაზოთ თუ თქვენ გაქვთ რაიმე იდეები, შემოთავაზებები, კითხვები, ნებისმიერი აი რამ აბსოლუტურად ყველანაირი თქვენი აზრი ჩვენს ყოველთვის მისაღები არის, თქვენი შემოთავაზება, ასევე თქვენი წინადადებები გელოდებით და მომავალ შეხვედრამდე.